2025 წლის აპრილი. სოფლიოს ყველაზე ცნობილი საინფორმაციო სააგენტოები უცნაურად იქცევიან. პოლიტიკაზე აღარავინ ლაპარაკობს. ყველას ერთი თემა აქვს: ძალიან შორს მდებარე პლანეტა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათ სიცოცხლის კვალი იპოვეს, სიცოცხლის, რომელიც დედამიწის გარეთ არსებობს. ზოგი ამას არ იჯერებს. ამბობენ, ეს ამბავი უკვე ბევრჯერ მოგვისმენიაო, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად არის. მეცნიერები ძალიან დარწმუნებულები ჩანა. ამბავი ხმაურიანია და ძნელია არ დაიჯერო. K218b. უეცრად ყველამ გაიგო ეს სახელი. ფიზიკოსებმა, ბლოგერებმა და პოლიტიკოსებმაც კი ამაზე დაიწყეს საუბარი. დღეს გაიგებთ, თუ როგორი სუნი შეიძლება ჰქონდეს სხვა პლანეტას, სადაც სიცოცხლეა შესაძლებელი, როგორ შეძლეს მეცნიერებმა ძალიან შორეულ პლანეტაზე ჰაერის შესწავლა და ყველაზე მთავარი კითხვა, არსებობს თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტაზე. ეს ამბავი 1998 წელს იწყება, როცა მეცნიერებმა ვარსკვლავი იპოვეს, რომელიც არაფრით განსაკუთრებული ჩანდა. ის პატარა და ბნელი წითელი ჯუჯა იყო ლომის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 124 სინათლის წლის საშორებით. ეს ვარსკვლავი მზეზე 200-ჯერ ნაკლებ სინათლეს ასხივებს. ის თითქმის 2-ჯერ ცივია მზეზე და მისი მასა მზის მასის მხოლოდ მესამედია. 2003 წლისთვის ეს ვარსკვლავი უბრალოდ კიდევ ერთი სახელი იყო ვარსკვლავების დიდ სიაში. მასზე არავინ ლაპარაკობდა და არავის აინტერესებდა. 2015 წელს, როცა კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი K2 მისიის დროს მუშაობდა, ასტრონომებმა ეს წითელი ჯუჯა უფრო ყურადღებით გამოიკვლიეს. და უცებ მათ რაღაც შეამჩნიეს. პლანეტა ვარსკვლავის წინ მოექცა და მისი სინათლე ოდნავ დაჩრდილა. ამ პლანეტას K218b დაარქვეს. ეს იყო მე-18 პლანეტა, რომელიც ამ კვლევამ აღმოაჩინა. თავიდან პლანეტა განსაკუთრებული არ ჩანდა. ის დედამიწაზე 8.6-ჯერ მძიმეა და დაახლოებით 2.6-ჯერ დიდია. პლანეტა თავის ვარსკვლავს ყოველთვის ერთ მხარეს უჩვენებს, ისე როგორც მთვარე დედამიწას. ვარსკვლავის გარშემო ერთი ბრუნვა 33 დედამიწურ დღეს გრძელდება. ეს პლანეტა დიდ კოსმოსურ ქვებსა და პატარა ნეპტუნს შორის იმყოფება. მეცნიერებმა არ იცოდნენ, აქვს თუ არა მას მყარი ზედაპირი, თუ ძირითადად გაზისგან შედგება. ეს იყო საინტერესო, მაგრამ არა საოცარი. დროთა განმავლობაში K218b-ს ამბავი კიდევ უფრო საინტერესო გახდა. ის თავისი ვარსკვლავის გარშემო და სასიცოცხლო ზონაში, Goldilocks-ის ზონაში ბრუნავს, სადაც შესაძლოა წყალი არსებობდეს. იქ არც ძალიან ცხელა და არც ძალიან ცივა. 2019 წელს მეცნიერებმა პლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლი აღმოაჩინეს, ნამდვილი ტენიანობა, ზედაპირიდან სიმაღლეზე. ეს ნიშნავს, რომ პლანეტა არა მხოლოდ თბილია, არამედ ტენიანიც. შესაძლოა იქ წვიმაც მოდიოდეს. საინტერესოა, საიდან იცოდნენ მეცნიერებმა, როდის უნდა ყოფილიყო პლანეტა ვარსკვლავის წინ, ან და მისი სინათლის სხივი ატმოსფეროს სველ ნაწილში. ტელესკოპები, როგორებიცაა ჰაბლი და ჯეიმს უები, ამ სინათლეს დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ. მათ გამოიყენეს მეთოდი სახელად სპექტროსკოპია, რომ სინათლე შეესწავლათ და წყლის მოლეკულების კვალი აღმოაჩინათ. აღმოჩნდა, რომ ატმოსფერო განსაკუთრებული ნაზავი იყო, წყალბადის, ჰელიუმისა და წყლის ორთქლის. შესაძლოა იქ ღრუბლებიც ყოფილიყო. ეს კი უკვე უბრალო ინტერესს ნამდვილად აღემატება. ეს იყო სასიამოვნო სიგნალი. პლანეტა წყლით და ღრუბლებით თითქმის დანამდვილებით არსებობდა. მეცნიერებმა მას ჰაისიან პლანეტა დაარქვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ პლანეტა წყალბადის და ოკეანის ნაზავია. ის მთლიანად წყლით არის დაფარული და მას აქვს სქელი წყალბადის ატმოსფერო. ხმელეთი არ არის, მხოლოდ უზარმაზარი ოკეანეა. ასევე მის ქვეშ იდუმალი ადგილებია. 2023 წელს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა პირველად ზუსტი პასუხები მოგცა. ის ჩვენი დროის საუკეთესო კოსმოსური გამომძიებელია. K218b-ს ატმოსფერო მისი ხედვის სფეროში მოხვდა. ვებმა თავისი ულტრათანამედროვე სპექტროგრაფები მას მიაპყრო და გამოავლინა ნახშირორჟანგი მეთანი, მაგრამ თითქმის საერთოდ არ იყო ამიაკი. შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, რატომა ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ აი რა არის უფრო საინტერესო. ეს ნაზავი მეთანი და ნახშირორჟანგი, მაგრამ არა ამიაკი, შეიძლება ნიშნავდეს, რომ გაზიანი ფენების ქვეშ სითხე, ანუ ოკეანეა დამალული. მეთანი ჩვეულებრივ წარმოიქმნება მაშინ, როცა დედამიწაზე ორგანულ ნარჩენებს ხრწნის პროცესი ეწყებათ. შეიძლება იგივე ხდებოდეს ამ პლანეტაზეც. მეთანი მარტო არაფერს ნიშნავს. ის არაპირდაპირი გზებითაც შეიძლება წარმოიქმნას, მაგრამ ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ პლანეტაზე შესაძლოა ცხოვრება იყოს შესაძლებელი. სიცოცხლე ჯერ არაა, მაგრამ იქ არის ისეთი გარემო პირობები, სადაც სიცოცხლე შეიძლება იყოს. მეცნიერებმა მონაცემები კარგად გამოიკვლიეს და თქვეს, რაღაც უცნაურია. ყველაფერი ძალიან სრულყოფილია. წყალი, ღრუბლები, თბილი ოკეანე და ისეთი გაზები, რომლებიც დედამიწაზე ხშირად სიცოცხლეს უკავშირდება.
ჯერჯერობით ეს უბრალო მეცნიერული იდეოლოგიებია, მაგრამ უკვე ეს ფაქტები დადებით ფორიექს იწვევს და ეს ფორიექიც ნაწილობრივ მართლდება. 2025 წელს ჯეიმს ვების ტელესკოპმა ისევ შეავლო თვალი K218b-ს, მაგრამ ახლა უფრო ყურადღებით და დეტალურად. ეს არ იყო სწრაფი გადამოწმება, ეს იყო სრული სამეცნიერო კვლევა. მკვლევარები ერთი მარტივი შეკითხვის პასუხს ეძებდნენ: რა მოხდება თუ ეს ყველაფერი სიმართლეა? შემდეგ მეცნიერებმა ატმოსფეროში რაღაც მოულოდნელი შეამჩნიეს. დიმეთილ სულფიდი და შესაძლოა დიმეთილ დისულფიდიც. ამას არავინ ელოდა. ეს ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ რას ნიშნავს ეს ნივთიერებები და საიდან მოდიან? დედამიწაზე მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმები, ზღვის ფიტოპლანქტონების ბაქტერიები ქმნიან მათ. ვერც ვულკანი და ვერც ვერაფერი სხვა შეძლებდა ამ ნივთიერებების შექმნას. მოდი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეცნიერებმა არ იციან ამ ნივთიერების წარმოქმნის სხვა გზა. მაგალითად, დედამიწაზე პლანქტონები წარმოქმნიან დიმეთილ სულფიდს და შემდეგ ის ატმოსფეროში ხვდება და ძალიან პატარა გოგირდის მჟავის ნაწილაკებად გადაიქცევა. ხოლო ეს პატარა ნაწილაკები ღრუბლებს წარმოქმნაში ეხმარება. მეცნიერებმა მონაცემები რამდენჯერმე გადაამოწმეს და იფიქრეს, რომ შეცდომა იქნებოდა, მაგრამ არა. პლანეტაზე დიმეთილ სულფიდი ნამდვილად არსებობს და მისი სიმძაფრე K218b-ზე 20-ჯერ მეტია ვიდრე დედამიწაზე. დიმეთილ სულფიდი ზღვას იმ განსაკუთრებულ სუნს აძლევს, რომელიც ყველასთვის ნაცნობია. წარმოიდგინეთ, რა სუნი იქნება ამ პლანეტაზე. არის ეს სიმართლე და მეცნიერებმა სიცოცხლით სავსე ოკეანის მქონე პლანეტა მართლა იპოვეს? არა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. აქედან იწყება სირთულე, რადგან მეცნიერებმა ნაჩქარევად არ ზეიმობს. მეცნიერება ამბობს, მოიცადე, ეს კარგად გადავამოწმოთ. DMS-ი, ანუ დიმეთილ სულფიდი, ნამდვილად არის ატმოსფეროში. ეს სიმართლეა, მაგრამ შეიძლება ის სიცოცხლის გარეშე წარმოიქმნას. ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია. მაგალითად, ატმოსფეროში, სადაც ძალიან მაღალი წნევა, სიცხე და უჩვეულო ქიმიური რეაქციებია, DMS-ი შეიძლება სიცოცხლის გარეშეც წარმოიქმნას. იქნებ პლანეტის შიგნიდან რამე ცხელი ამოდის, სხვა ნივთიერებებს ერწყმის და აი, გაჩნდა DMS-ი. ეს იშვიათი და უცნაურია, მაგრამ შესაძლებელი. დარწმუნებით ვერავინ იტყვის იმას, რომ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც დედამიწაზე. სანამ მტკიცებულება არ გვექნება, გვიწევს იმ გზებზე ვიფიქროთ, რომლებმაც შეიძლება DMS-ის სიცოცხლის გარეშე წარმოქმნას. და ბოლოს, არის თუ არა K218b საცხოვრებლად პერსპექტიული. დარწმუნებით არავინ იცის, მაგრამ არის საინტერესო კვლევები. მადლობა, რომ ბოლომდე უყურე ვიდეოს, გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო. მომავალ ვიდეომდე.